მოკლედ ერთი საინტერესო Subaru უნდა გაჩვენოთ. მე მომწონს ძალიან. ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩემთვის. განსაკუთრებით ვისაც უნივერსალი საოჯახო მანქანა სჭირდება, არც ისე ასე ვთქვათ, ბევრ ბენზინს რო წვავდეს რა. ნუ გაზის გარეშე თავისთავად. ეხლა აწეულია და იმიტომ ვიწყებ ასე ქვემოდან. ბილშტეინის ამორტებზე დგას. ნუ ახლა ის გამოსაცვლელია უკვე გასმული აქვს, მაგრამ ბილშტეინებზე დგას. ხელის ელექტრომუხრუჭები აქვს. წინა მხარე მთლიანად არის როგორც VRX-ი, 14 წლიანი ესა. აი ზუგტავი ტულკები, გაძვალნები აყენია. დიდი აპორნები. ახლა 18 დისკია, თორე 17-ზე საერთოდ არ აჩანს ხოლმე, აი აქ ზაზორი. 1 და 6 ტურბო ძრავი აქვს, არის კიდე 2 და 0-ები, ეს ევერსები, მაგრამ დიდად არ გასწავდება და წვაში ცოტა მეტსაც წვავს. იმდენი ძალა აქვს, რომ გეყოს გასწრების დროს და სხვადასხვა მანევრის დროს, მაგრამ არც იმდენი რომ გააფუჭო ასე ვთქვათ რა. აი ეს არის და ეს ქვემოდან, ეხლა მე ცხვირსაც გაჩვენებთ. უკანაც გაგრილებადი აპორნები აყენია, დიდი ზომის არის, მოკლედ მუხრუჭი და უსაფრთხოება იდეალურ დონეზე აქვს. ეხლა ვიზუალსაც შეეხება, ნელ-ნელა გადი უკან. ცხვირი აქვს VRX-ის. თვითონ უზაო, აი ძველი ფურგონი ლეგასი ვინმეს თუ ყოლია, დაახლოებით მაქსი გზია, ძალიან გრძელია და ძალიან დიდი საბარგული აქვს. გაიყვანე აბა. როზე ბიჭო. ანთე აბა ფარები ყველაფერი, როგორ ვიძია. დაუ ძალიან კომფორტულია. ფარის საწმენდიც კი აქვს. აბა საწმენდი ჩართე. წყალი არა გაქვს. არა უშავს, უწყლოდ ჩართე, ხო გამოიწევა. არ გამოდის? მოკლედ აქ ფარის საწმენდია, წყალი არ ასხია. ეხლა 18-იან დისკებზეა და ოდნავ უხეშია, თორე ისე რავი, ძალიან კარგი ვიძია. უკანა მხარეც რეალურად იმპრეზასია, ბაგაჟნიკი ყველაფერი ფარები. როცა ცხვირი აქვს VRX-ის რავი, ტურბოა, სტარტ-სტოპ სისტემა, გადმოდი მანქანიდან. ხო, შევა. აქ სენსორული სახელური აქვს თავისთავად. ეს ახლა GT ვერსიაა და გადმოდი. ეს ახლა GT ვერსიაა და შემოკერილიც არის რაღაცები. საჭეც VRX-ის არის. კოლოფი ვარიატორია. პრობლემა არ ექნება. ნუ ერთი სოლენოიდია, რომელიც შეიძლება მოგიწიოთ რომ შეცვალოთ, თორე ისე პრობლემა არ ექნება. მთავარი არ აბუქსაოთ, თორე ნორმალურია, ეკონომიურიც არის. აი პატარა მონიტორი აქვს, ტურბოს ზეთის ტემპერატურის და ების მაჩვენებლები, როგორც არის VRX-ზე. აი საიდი ადგილზეა. ჭკვიანი კრუიზ კონტროლი ადგილზეა. ერთადერთი აი ეს მონიტორი აქაურ რადიოებს არ იჭერს, გადამყვანი ჭირდება რომ დაიჭირო. სავარძლები სპორტულია და ძალიან მომწონს. ერთადერთი ხა უბრალოდ დაბალია ეს რა, სედანის სიმაღლეა და ეგ არის, თორე სხვა ამას არანაირი მინუსი არ აქვს. ნუ ხა საჭის მხარე თუ არ გიშლით პრობლემას, ის სტარტ-სტოპი. ეს მანქანა არის იდეალური ყოველდღიურ მოხმარებაში. ეხლა საბარგულს გაჩვენებს კიდევ რამ სიგრძეა. აი საბარგული აქვს, რავი, ყველა. აქედან კიდე თავისთავად აი ეს ფუნქციებია და ჩვეულებრივ ლამის 2 მეტრია სიგრძეში. ნებისმიერ ამას დაალაგებ. აქაც ქვეყნის ადგილია და მოკლედ აქაც ხარახურა ყრია. მაგრამ ძალიან კომფორტულია, მოკლედ ყველა მხრივ. მე ერთადერთი რასაც შევცვლიდი აქ არის ეს 18-იანი დისკები, ძალიან უხეშია რა. 17-იანი უნდა ეყენოს, უფრო მაღალი საბურავით და იდეალურად რბილად დადეს. ნუ ეხლა Mercedes-ი ვერ იქნება, როგორც ყველა Subaru, ესეც უხეშია, მაგრამ ამაზე რბილად ივლის რა. სხვა რა ვიცი. მეტი რა გითხრათ ამაზე, ყველა კომფორტი ადგილზეა. ძრავის სიმძლავრე ყოფნის, ვიზუალიც იდეალური, განსხვავებული, ყველანაირად კაია რა.
ეგაა და ეგ.